სინდისის პატიმრების ხდომა იმართება თბილისში, სახალხო სასამართლოში გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი იკითხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი სინდისის 8 პატიმრის საქმის მთავარი გამომძიებელი იყო, ისევე როგორც 11 დემონსტრანტის საქმის შემთხვევაში. ხუნაშვილი ამ საქმეზე რამდენიმე დღის წინაც გამოკითხეს. მთავარმა გამომძიებელმა დანაშაულის ჯგუფურად ჩადენის მამტკიცებელი გარემოებები ვერ დაასახელა. რა შეკითხვები აქვთ ამჯერად 8 ბრალდებულის ადვოკატებს? Ამას ლიზი ვეკუა მოგვიყვება ფორმულას პირდაპირ ეთერში. ლიზი, გისმენთ. დიახ, გიორგი, უკვე 2 საათია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სინდისის 8 პატიმრის სისხლის სამართლის საქმე, სადაც იკითხება მთავარი გამომძიებელი არსენ ხუნაშვილი, რომელიც ფიგურირებს როგორც 8 პირის, ასევე 11 პირის ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან მასში მონაწილეობის საქმეში. დღევანდელ ხდომაზე ისევ განხილვის მთავარი საგანი იყო ზვიად ცეცხლაძის საქმეში არსებული მთავარი მტკიცებულება, რომლის წარდგენითაც დაიწყეს პროცესი. არსენ ხუნაშვილმა მოითხოვა წინას ხდომაზე, რომ სჭირდებოდა ამ ვიდეოსთვის გადახედვა, შინაარსის გახსენება. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი მის ამ მოთხოვნას და პროკურორების შუამდგომლობას დაეთანხმა და აკმაყოფილა და მას დღევანდელ ხდომაზე მისცეს უფლება, რომ ყურსასმენების საშუალებით გადაემეორებინა 14 წუთიანი ვიდეო, გადაევლო თვალი და ამოეკრიფა მნიშვნელოვანი აქცენტები. ამ ყველაფერს ცხადია მოჰყვა უფლებადამცველების პროტესტი, როგორც წინას ხდომაზე, ამავე ხდომაზეც, რადგან ჩვენ გითხარით და უკვე რამდენიმე ხდომა გიყვებით, რომ ზვიად ცეცხლაძის მთავარი მტკიცებულება ის ვიდეო 14 წუთიანი ლაივი, რომელიც აიღეს დაფიონის Facebook გვერდიდან, აღმოჩნდა უხმო, პროკურატურამ მოიტანა ის ხმის გარეშე და წარმოდგინა როგორც სასამართლოს, ასევე დაცვის მხარის წარმომადგენლებსაც, რასაც ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვა. დღევანდელ ხდომაზე კი მოწმემ დაიწყო საუბარი მაინც ამ ვიდეოზე, კითხვები ეხებოდა შინაარს ვიდეოსაც და ახლა გაგაცნობთ თუ რა ვიდეოზეა საუბარი. არსენ ხუნაშვილი ამბობს, რომ ზვიად ცეცხლაძე ამ 14 წუთიან ვიდეოში საუბრობს იმ მეთოდებზე, რომლის საშუალებითაც უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციელებს საპროტესტო აქციებზე, როგორ უნდა დაემზადებინათ ბარიკადები, როგორ უნდა ესროლათ მათთვის ქვები და კვერცხები საღებავებით, ასევე საუბრობს და აანონსებს რევოლუციასაც. ამასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდათ ადვოკატებს და მაინც მათი მთავარი აქცენტი არის ის, რომ მაშინ, როდესაც ზვიად ცეცხლაძე სწორედ ამ ვიდეოს საფუძველზე ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, რატომ არის საქმე უხმა ვიდეო წარმოდგენილი. საწყის ეტაპზე ვიდეოში საუბრობს 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც საწყის წუთებში ყვებიან აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, პოლიციელებს მოიხსენიებენ გიენებად. მესამე წუთიდან ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ რუსთაველი არის მოუხერხებელი, ვინაიდან ვერ უწევენ წინააღმდეგობას პოლიციელებს, მიმართავს და ეუბნება ჩამოიტანონ ბარიკადები. მისი თქმით, არ არის აუცილებელი რევოლუცია მოხდეს პარლამენტთან და იხსენებს უკრაინას, რომ მაიდანი იქ თავისუფლების მოედანზე მოხდა. ასევე ამბობს ზვიადი, რომ საჭიროა ბარიკადების აგება. 5 წუთიდან ამბობს, რომ საჭიროა კოცონი, რადგან აირწინაღის როლს თამაშობს და კარგია გაშრობისთვის და გათბობისთვის. ამბობს, რომ მავთულ ხლართია საჭირო, რადგან გაუჭირდება პოლიციას გადალახვა. ის ხელახლა აჩვენებს მოსახლეობას, როგორ მზადდება ფარები. 7 წუთიდან საუბრობს, რომ ზეთია საჭირო, რადგან თუ დაასხავენ ძირს, პოლიციის ეკიპირება არის ადვილად გაცურებადი და პრობლემა შეექმნებათ პოლიციელებს. ეკლიანი მავთულის, ლურსმნების დაყრაზე საუბრობს, ასევე კვერცხებზე საღებავებით. ეს საღებავი და კვერცხი აეზილებათ და გართულდება გადაადგილებაო. ასევე საუბრობს კამერების განეიტრალებაა საჭიროო, რადგან არ დაფიქსირდნენ ამ კამერაში. შესაძლებელია გამოიყენონ კაფი და საღებავი. კარგია თუ დააბეტონებენ ქვებს. ეს გამოიყენეს ჩინეთში და პოლიციის მანქანებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაადგილდნენ გზებზე და დიდი რესურსის დახარჯვა მოუწევთო. ამ ეკლიანი მავთულების გაწყვეტის საშუალებას კი იქ მყოფი ხალხი არ მივცემთო. 9 წუთზე და 30 წამზე საუბრობს რა საჭირო პოლიციელზე თავდასხმისთვის. ამბობს, რომ ცალ-ცალკე უნდა შეიძინონ, რადგან ჯგუფურობა არ იყოს და არ დააკავონ. საუბრობს პილპილზე და წიწაკის სპრეის გამოყენებაზე. ამბობს, რომ ყველანაირი ქმედება უნდა იყოს ორგანიზებული. საუბრობს, რომ ეს პროტესტი უნდა მიმდინარეობდეს ყველა ქალაქში ცალ-ცალკე, რომ ვერ შეძლონ მობილიზება ხალხის. ასევე საუბრობს, რომ დილის და საღამოს სმენები უნდა გადანაწილდეს, რომ ხალხი იყოს დასვენებული. ამ წუთებში უკვე სხვა ბრალდებულების ადვოკატები უსვამენ კითხვებს არსენ ხუნაშვილს სასამართლოს ხდომაზე. სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება მთავარი გამომძიებლის დაკითხვა. ადვოკატების პოზიცია კი შემდეგნაირია. ისინი თვლიან, რომ არსენ ხუნაშვილის დაკითხვა ადასტურებს იმას, რომ ეს პირები არათუ ერთად მოქმედებდნენ საპროტესტო აქციებზე, არამედ ერთმანეთს საერთოდაც კი არ იცნობდნენ.